ერთი კითხვა მაწუხებს სულ. მე სოფელში გაზრდილი ბავშვი ვარ და მახსოვს ბოსტნიდან ამოტანილი პროდუქტების სუნი. რატომ არ აქვს საფილოს ამ შემთხვევაში პირობითად სუნი, რა განაპირობებს ამას მართლა? ჯიში მოყვანის ფაქტორი, აი მაგალითად ეს პომიდორსაც ძალიან იშვიათად შეიძლება ქონდეს სუნი. და ერთ-ერთი პირველი ფაქტორი იმის, რომ ეს პროდუქტი არის ჯანსაღი და კარგი, არის ზუსტად მისი სუნი. მართლა ხო? იმიტომ რომ აი ჯერ რომ გაიჭრება სუნი აქვს, მე მაგალითად აი პომიდორი რო ავიღოთ და რო გაიჭრება და შეგინოთ თუ თეთრი ზოლები აქვს, ნიშნავს რომ ცუდი არის ეგ და კარგად მითხარით ეგ რას ნიშნავს? საზამთროსაც აქვს ხოლმე ხაზები. საზამთროსაც აქვს ხაზები, ასევე საზამთროს შეიძლება ქონდეს თეთრი კურკებიც რომ ქონდეს, ანუ ზოგადად ხო შავი კურკა აქვს. ანუ ეს ნიშნავს რომ დამატებული აქვს ქიმიური საშუალებები, რომ სწრაფად გაიზარდოს, სწრაფად დამწიფდეს. იგივენაირად პომიდორსაც არის ერთ-ერთი პირველი ინდიკატორი მისი ხარისხის და უნებლობის.